გიორგი თარგამაძე დღეს გურულებს ნარგავების და მოსავლის ამერიკული პეპლისგან გადარჩენაში თავად ეხმარებოდა და კომბინეზონით და სპეცტექნიკით ლანჩხუთში თხილის პლანტაციას ამლავდა. თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წევრები სოფლის მეურნეობის პრობლემებს სოფელ 12-ში გაეცნენ. პარტიის ლიდერებმა დღესვე ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობის განვითარების წინა საარჩევნო პროგრამაც გააცნეს. ქრისტიან დემოკრატები სოფელ 12-ში კუპრაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ. თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წევრები ადგილზე სოფლის პრობლემებს გაეცნენ. ლანჩხუთის რაიონში მოსახლეობას მოსავალს ამერიკული პეპელა უნადგურებს. კუპრაძეების ოჯახის მთავარი პრობლემაც სწორედ ამერიკული პეპელაა. ერთადერთი შესაძლებლობა და სწორი გზა იმისათვის, რომ მთლიანობაში მთელი მიდამო, ასე ვთქვათ, დაიწამლოს და ამერიკული პეპელას გავრცელებას ხელის შეეშალოს, ეს არის ინდივიდუალური გზის მეშვეობით, ანუ ამას ეძახიან სოლო მანქანებს. ამ სოლო მანქანის მეშვეობით ინდივიდუალურად ყველა უბანი და ყველა პლანტაცია უნდა შეიწამოს. ამერიკული პეპლის წინააღმდეგ შეწამლის პროცესში ქრისტიან დემოკრატებმა მიიღეს მონაწილეობა. კუპრაძეებს ნერგების შეწამლაში გიორგი თარგამაძე დაეხმარა. 60,000 ლარი გამოიყო მიმდინარე წელს, აი ამ ტიპის სამუშაოები ჩასატარებლად, რომ აქ მცხოვრებ ოჯახებსა და საოჯახო მეურნეობებს გლეხებს დახმარებოდნენ. ეს 60,000 ლარი არის ზღვაში წვეთი. გურულები შაყირობენ, რომ ესო ამერიკული პეპელა კი არა, გველეშაპიაო. მაგრამ ეხა სასაცილოდ გურულებსაც და არა მხოლოდ გურულებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს ნამდვილად არა აქვს საქმე, რადგან მათი შემოსავლის ძირითადი წყარო რაც არის თხილი, ისიც კი ნადგურდება, ამიტომ ეს გველეშაპი ამერიკული პეპელას სახით სახელმწიფოს უყურადღებობისა და უსუსტურობის და უპასუხისმგებლობის გამო ფაქტობრივად გადაყლაპვით ემუქრება არა მხოლოდ გურიას, არამედ დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხეს. დიესია მატლება და შეჯამების და მეტი პრობლემა და გახმება მომავლისა და დამთავრდება ამის ყველაფერი და გლეხის დამთავრდება. გლეხის მეტია საშუალია ფერერა. ამავე ხელისუფლება ქრისტიან დემოკრატებმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების ათნაბიჯიანი გეგმა გააცნო. განათლება კოოპერაციებისა და აგრობანკების შექმნა. ეს თარგამაძის პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებია. ქართული პროდუქტის რეალიზაციისთვის და აგრარული სექტორის განვითარებისთვის ქრისტიან დემოკრატები თვლიან, რომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 15% უნდა გამოიყოს. ეს არის გეგმა მიმართული იმისკენ, რომ მცირემიწიანი გლეხები ვაქციოთ კონკურენტულ არიან ფერმერებად, სადაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა ყოველწლიურად 15% ჩვენი ბიუჯეტისა სოფლის მეურნეობის ინტერესებზე, რაც წელს არის მილიარდი ლარი, მომავალი წლიდან კი ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად ეს თანხა გაიზრდება. აქ არის საუბარი სუბსიდირებაზე, საწვავის სუბსიდირებაზე, სასუქის სუბსიდირებაზე. 1 ლიტრი აგროს დიზელი არ უნდა ღირდეს 80 თეთრზე მეტი. 1 ტომარა სასუქი არ უნდა ღირდეს 20 ლარზე მეტი. ქრისტიან დემოკრატები წინასაარჩევნო პროგრამას მოსახლეობას ეტაპობრივად გააცნობენ.